გამარჯობა, მე ვარ შმაგის სამხარაძე და ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ მე-9 ეპიზოდი პლატფორმა მისმინეზე. ამ ეპიზოდში ვისაუბრეთ თუ როგორ ჩამოიშალა პუტინის 9 მაისის ძალის მითი, როგორ იცვლიან ტონს ადგილობრივი პროპაგანდისტები, როგორ წარმოაჩენენ აკრედიტაციაზე უარს მედიის აკრძალვად და როგორ შეისწავლა ქართულმა ოცნებამ ფასები ისე, რომ ხალხს ცხოვრება მაინც გაუძვირდა და ასევე როგორ ტრიალდება პროპაგანდა იქით, საიდანაც ძალას გრძნობს. დავიწყოთ. სიტუაცია დაიძაბა თვითონ პატივცემულ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს. ხდება პუტინს რო გამოსახავენ რაღაცა კრასნელი რაღაცებს რო იძახიან, ხო? რომ უნდათ რომ აი დაუშვათ მისი იმიჯი კვლავ იწევდეს ენთუზიაზმს, აღარ იწევს. იქიდან გამომდინარე რომ ელემენტარულია ხა რაზეა საერთოდ ლაპარაკი, კვლავ და კიდე 9 მაისის ამბავმაც საერთოდ კონსტრუქცია მოახდინა, ანუ რა გამოდის რომ ეს ეკონომიკური ხალხის დაღუპვა, უამრავი ხალხის დაღუპვა, ის ეკონომიკური ობიექტების განადგურება, პრესტიჟის დაკარგვა. დააკვირდით როგორ იცვლება ტონი. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გვიყავოდნენ ძლიერ რუსეთზე, დაუმარცხებელ არმიაზე და იმაზე, რომ დასავლეთი მალე დაიღლებოდა, დღეს უკვე სხვანაირად ლაპარაკობენ. მოდით კიდევ ერთი ვიდეო ვნახოთ თუ რა გვესმოდა მაშინ, როცა ომი დაიწყო. ჩვენ აგერ ვამბობთ, რომ 64 დღეში ვნახოთ რა მოხდება. ისე თუ არ მოხდა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რა ვიცი, ჩვენი ხელით დავყურავთ ამ არხს. მგონია რომ ამ მოცემულობიდან ალბათ 2 დღე შეიძლება გაწვოს, რა ვიცი, კიევმა. რაღაც 10,000-მდე ძალოვანი შეკრებილი ყვიროდნენ რომ რამზანე და სილა და მერე აჩვენეს უკრაინელებს რომ ეს ჯარი მოდის მან. მე ფსიქოლოგიური ზემოქმედი დროზე დანებდით, რომ ეგ ჯარი შეიძლება მოვიდეს, მაგის ეფექტი აქვს ხა. ეგ ჯარი სანამ იქამდე ჩავა 1-2 დღე უნდა გადასროლას და 2 დღეში მანდ უკვე ყველაფერი ისედაც დამთავრებული იქნება სინამდვილეში, შინაარსობრივად. ხა იქ შეიძლება რაღაცა წინააღმდეგობის წერტილები იყოს, მაგრამ ანუ გამანთავისუფლებები შეხვდება უმეტესობა მან. დამთავრდება კვირაში, მაქსიმუმ კვირაში ეგო. მან ხო დასვა. ერთ კვირაში არ დამთავრდება, მაგრამ ერთ კვირაში გაირკვევა და ხო დამთავრდება აი 2 კვირაში. მან ხო დასვა თავის პრორუსულ მთავრობას. გადაწყვეტილი ამბავი უნდა გავიდენ ბოლომდე და გავლენ ბოლომდე დებილობების ნუგჯერად. ომის ბედი გადაწყვეტილია გარდაუვალი ამას რუსეთი იგებს და თან იგებს რეალურად სწრაფად და დამაჯერებად. გახსოვთ, კიევი მალე დაეცემა. რამდენიმე დღეში ყველაფერი დასრულდება. უკრაინა ვერ გაუძლებს. რუსეთი სწრაფად მიიწევს წინ. ზოგიერთი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ამბობდა, თუ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში არ დასრულდა, ეთერსაც დავხურავთო. მაგრამ ეს არ იყო ანალიზი, ეს იყო მითის გაყიდვა. მითი იმაზე, რომ რუსეთი იმდენად ძლიერია, შეუძლია მეზობელი ქვეყანა რამდენიმე დღეში გატეხოს. მითი იმაზე, რომ უკრაინა სახელმწიფო არ არის. იმაზე, რომ დასავლეთი ვერაფერს გააკეთებს. და ეს მითი წლების განმავლობაში შენდებოდა. И всегда будем помнить помощь союзников, Соединенных Штатов Америки, Великобритании, Франции, других государств антигитлеровской коалиции, немецких и итальянских антифашистов. Сегодня мы отдаем дань мужеству всех европейцев, оказавших сопротивление нацизму. პუტინის რუსეთში 9 მაისი მხოლოდ ისტორიული მეხსიერების დღე არ არის. ის გადაიქცა მთავარ სახელმწიფო სპექტაკლად. ტანკები, რაკეტები, ავიაცია, წითელი მოედანი, მსოფლიო ლიდერები და ერთი მთავარი გზავნილი. რუსეთი დიდი ძალაა. 2005 წელს გამარჯვების 60 წლის თავზე მოსკოვში ჩავიდნენ მსოფლიო ლიდერები, ამერიკის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, გაეროს გენერალური მდივანი და სხვა მრავალი ქვეყნის ლიდერი. პუტინი მსოფლიოს აჩვენებდა, ნახეთ, რუსეთი იზოლირებული არ არის, რუსეთი ცენტრია, მოსკოვს ანგარიშს უწევენ.
მაგრამ შემდეგ დაიწყო ომები, საქართველო, უკრაინა, ოკუპაცია, ანექსიები და ის საერთაშორისო სურათი, რომელსაც მოსკოვი წლების განმავლობაში აშენებდა, ნელ-ნელა დაიშალა. ახლა კი ვნახოთ, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი. Русским характером и силой духа советского народа. У нас общая цель. Каждый вносит личный вклад. Бойцы Корейской народной армии плечом к плечу с российскими военнослужащими внесли весомый вклад в освобождение Курской области. წლის 9 მაისის აღლუმი პარადი უკვე სულ სხვა სურათს გვიხატავს. ძიმე ტექნიკის გარეშე. პირველად 26 წლის განმავლობაში მოსკოვის მთავარ სამხედრო პარადზე აღლუმზე აღარ გამოჩნდა ის ტექნიკა, რომლითაც პუტინი წლების განმავლობაში აშენებდა მეზობლებს და აჩვენებდა საკუთარ ძალას. და ეს ძალიან სიმბოლურია. როცა ქვეყანა საკუთარ ძალას წლების განმავლობაში ტანკებით და რაკეტებით ამტკიცებს, მაგრამ ბოლოს იმავე ტანკებს და რაკეტებს წითელ მოედანზე ვეღარ აჩვენებს, ეს უკვე მხოლოდ სამხედრო დეტალი აღარ არის. ეს არის пропагандистული სურათის ჩამოშლა. Статистические данные показывают, что уже 2 месяца подряд экономическая динамика, к сожалению, снижается. В целом за январь-февраль ВВП сократился на 1,8%. Сейчас ситуация наиболее тяжелая, и судя по тому, что говорят эксперты, именно сейчас можно констатировать полную потерю обратной связи управляющей верхушки о реальном положении дел внизу в экономике страны. Мы идем к беде, к двузначному падению экономики. Хорошо, мы выдержим 10% сокращение своего потребления. Но ведь грозится и больше. Во время Великой Отечественной войны весь тыл работал ради фронта, ради наших солдат. Так будет и сейчас. 10 раз говорили, провалится экономика неизбежно. Первый квартал весь провалился до дна. Если вы срочно не примете меры, финансово-экономические и другие, то по осени нас ждут то, что случилось в 2017 году. რუსეთის ეკონომიკაშიც იგივე სურათია. 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა უწყვეტლი მცირდება. გადაიხედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. ბიუჯეტის დეფიციტმა კი 4.6 ტრილიონ რუბლს მიაღწია. ეს უკვე იმაზე მეტია, ვიდრე მთელი წლისთვის იყო დაგეგმილი. ანუ პროპაგანდა გვიყვება მდგრადობაზე, მაგრამ ციფრები გვაჩვენებს გადაღლილ ეკონომიკას. ომის ხარჯები იზრდება, ნავთობისა და გაზის შემოსავლები ზეწოლის ქვეშაა. ბიზნესი მაღალი საპროცენტო განაკვეთებით იხრჩობა და ის მოდელი, რომელსაც წლების განმავლობაში რუსეთის გამძლეობად გვიჩვენებდნენ, სულ უფრო მეტად ემსგავსება სამხედრო ეკონომიკას, რომელიც საკუთარ წონას ვეღარ უძლებს. Так виглядає сила. Загартована боєм, болем, вогнем. Так виглядає захист, бажання свободи і справедливості. Так виглядає якість і влучність, досконалість і далекобійність. І так виглядає незалежність. Еще раз обращаюсь к военнослужащим вооруженных сил Украины. Берите власть в свои руки. Похоже, нам с вами будет легче договориться, чем с этой шайкой наркоманов и неонацистов, которая засела в Киеве. Украинская сторона, господин Зеленский, готов провести личную встречу. Да, это я слышал. Пообещали помощь и начали раскручивать противостояние с Россией, которое продолжается до сих пор. Я думаю, что дело идет к завершению, но все-таки это серьезная вещь. Უკრაინამ ისწავლა თანამედროვე ომი, დრონები, დისტანციური დარტყმები, ტექნოლოგიური ადაპტაცია. რუსეთი კი ყოველ მეტრს უზარმაზარი ფასით იღებს და ამ დროს პუტინი უკვე ამბობს, რომ ომი დასასრულისკენ მიდის. უკვე საუბრობს მოლაპარაკებებზე. უკვე უკრაინის პრეზიდენტს ბატონ ზელენსკის უწოდებს. ესეც სიმბოლოა.
ადამიანი, რომლის პროპაგანდა წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებას საერთოდ არ აღიარებდა, დღეს უკვე იძულებულია სხვა ენით ელაპარაკოს. Вот Финляндия зачем вступила в НАТО? У нас что, с Финляндией были какие-то территориальные споры? Нет. Все было давно решено. Ничего не нужно. И руководство Финляндии это прекрасно понимало. Чего в НАТО пошли? А в надежде, что здесь у нас все рухнет, а они тут как тут, цап-царап. Значит, вот они уже там границу строят по реке Сестре. Я бы и жест определенный сделал, и кое-что сказал, но поскольку я родом из культурной столицы, я воздержусь. რუსეთი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ნატოს გაფართოება მისთვის წითელი ხაზია, მაგრამ დღეს ფინეთი ნატოს წევრია, შვედეთიც. რუსეთის საზღვარი ნატოსთან გაიზარდა და მოსკოვმა ამას ვერაფერი მოუხერხა. ესეც იმპერიული მითის დაშლის ნაწილია, როცა იმპერია ბევრს იმუქრება, მაგრამ საბოლოოდ რეალობას ვერ ცვლის. ახლა კი დამოუკიდებელ ქართულ მედიაზე. Ტელეკომპანია იმედს საქმიანობა 1 წლით აუკრძალა ევროპარლამენტმა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის აკრძალვა რუსთავიორსა და პოსტივისაც შეეხო. განცხადება ამის შესახებ პლატფორმა X-ზე პოლონელმა ევროპარლამენტარმა ქშიშტოფ ბრეიზამ გაავრცელა. ევროპარლამენტი, რომელიც ფლაგმანი უნდა იყოს იმ ღირებულებების დაცვის, რომელიც მათ შორის მოიცავს მედიის თავისუფლებას და ვხედავთ, რომ ევროპარლამენტი დღეს გახდა სწორედ მედიაზე მათ შორის თავდასხმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმ ძალის მიერ, რომელიც არის მაგალითად იგივე ბრეიზას განცხადებით, რომლებიც ამბობდნენ, მათ შორის მათ ქვეშ დაქვემდებარებული ქართველები, რომ ბრძოლას აზრი აქვსო და ესე იგი ბევრი ვიმუშავოთ იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყნის მედია დაგვესანქცირებინაო და არ დაგვეშვაო. აი ეს არის ის უბედურება, რაც სამწუხაროდ ზოგიერთ ქართველს ჭირს, რომელიც თვითონ ქართველის ხელით მოქმედებენ კიქილიკის საგანია ხოლმე Deep State და გლობალური ომის პარტია, მაგრამ ეს არის აი წმინდა წყლის გამოხატულება, როგორ ახდენენ ზეგავლენას მათ შორის ევროპარლამენტზე და ამით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის არის დაქვემდებარებული და ინსტრუმენტად არის გამოყენებული მათ შორის იმ ღირებულებების არ დასაცავად, რომლისთვისაც იყო ეს გაერთიანება შექმნილი. საუბარი არა არხების დახურვაზე, არამედ კონკრეტულ სივრცეებში ფიზიკურ დაშვებაზე. ეს არხები დღესაც მაუწყებლობენ. დღესაც შეუძლიათ გააკრიტიკონ ევროკავშირი, მოლდოვა, უკრაინა, ნატო, რამდენი საათის უნდათ. მაგრამ ევროპელმა ინსტიტუტებმა თქვეს, ჩვენ არ ვართ ვალდებული საკუთარ პრესცენტრში შეუშვათ ის პლატფორმები, რომლებსაც პროპაგანდისტული გავლენის ნაწილად მივიჩნევთ. ეს გადაწყვეტილება ძალიან ადგილზე არ გაჩენილა. დიდმა ბრიტანეთმა იმედს და პოსტივის სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ იმედი ავრცელებს და ავრცელებდა განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთ-უკრაინის ომზე, რაც უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენდა. მანამდე იყო ბრიტანეთის სანქციები იმედსა და პოსტივიზე. სანქციების საფუძვლად დასახელდა უკრაინაზე, ზელენსკიზე და დასავლეთზე დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება. იყო ევროპარლამენტის შეფასებაც, სადაც იმედი, რუსთავიორი და პოსტივი მართველი პარტიის დე-ფაქტო საკომუნიკაციო შტოდ მოიხსენიეს. იყო კონკრეტული ინციდენტების ევროპარლამენტის სივრცეში. ანუ ჯაჭვი ასეთია: დეზინფორმაციული ნარატივები, სანქციები, ევროპარლამენტის შეფასება, ქცევითი ინციდენტები და მხოლოდ ამის შემდეგ უარი ფიზიკურ აკრედიტაციაზე. ევროპას ასეთი გამოცდილება უკვე ჰქონდა. Disinformation, because Putin doesn't want also only to conquer the land, he also wants to conquer the spirits of the people through toxic messages, through lies. The Kremlin and its supporters are engaged in a massive disinformation campaign in Ukraine, in our neighborhood, and in the European Union itself. And today we are taking a crucial step to turn off the tap for the Russians' information manipulation in Europe by banning Russia Today and Sputnik from broadcasting in the European Union. We are killing the snake on its net. 2022 წლის 2 მარტს ევროკავშირმა შეაჩერა Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობა ევროკავშირში. რატომ? იმიტომ, რომ ისინი შეფასდნენ არა როგორც ჩვეულებრივი მედია, არამედ როგორც რუსეთის სახელმწიფოს საინფორმაციო გავლენის ინსტრუმენტები. 2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირის სანქციებში ასევე მოხვდა ბელარუსის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია Beltel Radio, როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი.
ახლა კი გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ჩვენთან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ევროპას ცენზურაში ადანაშაულებენ. თავად როგორ იქცეოდნენ კრიტიკული მედიის მიმართ. არ გოცანდებოდეთ. მე არ გიმშვიდობებით. მაინც დაგვემშვიდობა, თანაც მთელი ერთი თვით და არა მხოლოდ ნინო წილოსანი. შაბათის ფორმულა ჯგუფს 3 მაისამდე პარლამენტში შესვლა საერთოდ აუკრძალეს. და ხო, ბუნებრივი არის, რომ ეს ამბავი მოყვა სწორედ შალვა რამიშვილის შესახებ დასმულ შეკითხვებს. დაჩი ბერაია, ნინო წილოსანი, ვიქტორ სანიკიძე თუ რომელიმე სხვა. ვინ გააღიზიანა ფორმულას შეკითხვებმა და ვინ მოითხოვა ჟურნალისტებისთვის სანქციების დაწესება. ნათია ამირანაშვილთან ერთად 2 მარტს პარლამენტში ტაბუას და პუბლიკას კიდევ ერთი ჟურნალისტი დააჯარიმეს. მანამდე სანქცია TV პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც შეეხო. 2023 წლის მარტიდან საქართველოს პარლამენტში ახალი აკრედიტაციის წესები ამოქმედდა. იმავე წლის აპრილში აკრედიტაცია 3 თვის შეუჩერდათ მთავარი არხის ფორმულას და TV პირველის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. 2020 წელსაც იყო შემთხვევები, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა დროებით აუკრძალეს. ანუ როცა კრიტიკული ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მათ აკრედიტაციას უჩერებენ. მაგრამ როცა ევროპული ინსტიტუტი აკრედიტაციას არ აძლევს პროპაგანდისტულ არხს, უცებ ეს ხდება თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ცენზურა. როცა საქმე მათ ეხებათ, მაშინვე ახსენებათ მედიის თავისუფლება, პლურალიზმი, ჟურნალისტის უფლებები. ახლა კი ისევ ფასებზე. ბატონო ეკა, პროდუქტები გაიაქვთ თქვენი დაკვირვებით? ხომ იცით რომ სენსიტიური საკითხია ფასები და მეც განვიცდი მაგას და ძალიან მინდა რომ გაიაქვთ. საერთოდ რო არ წამოგოწყო ეს კომისია. ვინ დას სტრუქტურა. ეს პირველ რიგში იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია. სანამ ისინი განიცდიან და სწავლობენ, ხალხი უბრალოდ ცხოვრობს ამ ფასებში. ეკა ჭიჭინაძის ოჯახზე ჩემს წინა ეპიზოდში ვისაუბრე. იქ დეტალურად ვაჩვენე, რა ქონებაზეა საუბარი, უძრავი ქონება, სურათღირებული ავტომობილები, დეპოზიტები, კულტურული და პოლიტიკური ელიტის კომფორტი. ამიტომ, როცა ასეთ გარემოდან გვეუბნებიან, მეც განვიცდი მაღალ ფასებს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა. მართლა ისე განიცდით, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც თვის ბოლოს ფული აღარ რჩება. მართლა ისე განიცდით, როგორც პენსიონერი, რომელიც ფიქრობს, წამალი იყიდოს თუ პროდუქტი. ან კიდე როგორც ოჯახი, რომელიც ხელფასის დიდ ნაწილს მხოლოდ საჭმელში ტოვებს. ჩვენ გვახსოვს, როგორ დაიწყო ეს წელი. შექმნეს ფასების შემსწავლელი კომისია. საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ქართული ოცნება რაღაცას აკეთებდა, რომ ფასები დაიკლებდა. მაგრამ 3 თვის შემდეგ გვეუბნებიან, არა, ეს ფასების დაკლების კომისია კი არა, ეს უბრალოდ ფასების შემსწავლელი კომისია იყო. დაკლება არა, შესწავლა. სიძვირი არა, საუკეთესო ფასები. პრობლემა არა, პროცესი. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ სესხები ძვირდება, იპოთეკა ძვირდება, ასევე გაძვირდა სამომხმარებლო კრედიტიც. იმ ადამიანისთვის, ვისაც ისედაც უჭირს პროდუქტების ყიდვა, ახლა კიდევ უფრო ძვირი ხდება ვალის მომსახურებაც. ანუ კომისიამ შეისწავლა, დეპუტატებმა განიცადეს. ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ პროცესი აჩვენა, მაგრამ საბოლოოდ ტვირთი ისევ ხალხზე გადავიდა. მოდი ვნახოთ რა ხდება ჩრდილოეთში. Байкалос – это продажная тварь на содержании у Зеленского. Мерц на содержании у Зеленского. Макрон на содержании у Зеленского в том или ином виде. Через разную систему фондов, через систему откатов. Вся европейская правящая власть, включая европейскую бюрократию, Урсула фон дер Ляйен в первых рядах. ევროპელი ლიდერები თურმე ზელენსკის კმაყოფაზე არიან. ანუ მისი ლოგიკით, ქვეყანა, რომელიც უკვე წლებია ომში, რომლის ქალაქებს ბომბავენ, რომელიც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებს პარტნიორებისგან, თურმე თვითონ ინახავს ევროპელ ლიდერებს. ეს უბრალოდ ტყუილი კი არა, ეს არის აბსურდის დონემდე მიყვანილი პროპაგანდა. მაგრამ ასეთი აბსურდით შემთხვევით არ ჩნდება. პროპაგანდა სჭირდება აუხსნას საკუთარ აუდიტორიას, რატომ არ შეწყდა დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რატომ არ მიატოვეს უკრაინა მარტო? რატომ ჩადიან ევროპელი ლიდერები კიევში? და რადგან რეალური პასუხი, რომ უკრაინა თავს იცავს, ხოლო ევროპაც საკუთარ უსაფრთხოებას მათთვის არასასიამოვნოა, იგონებენ სხვა პასუხს. ყველა ნაყიდია. ეს არის ძალიან ძველი პროპაგანდისტული ხერხი. თუ ვერ ხსნი ადამიანის პოზიციას არგუმენტებით, დააბრალე ფული. თუ ვერ ხსნი ქვეყნის არჩევანს, დააბრალე მოსყიდვა. და თუ ვერ ხსნი სოლიდარობას, თქვი რომ ეს ყველაფერი გარიგებაა. ასე პროპაგანდა აუქმებს ღირებულებებს.
მისთვის არ არსებობს თავისუფლება, არ არსებობს სოლიდარობა, არ არსებობს უსაფრთხოების საერთო ინტერესი. არსებობს მხოლოდ ფული, შანტაჟი და გარიგება. იმიტომ რომ ავტორიტარული სისტემა სამყაროს სწორედ ასე ხედავს. ახლა ვნახოთ როგორ სწრაფად იცვლება ტონი, როცა იცვლება ძალის სურათი. ბოჭორიშვილი მოსკოვისა და ცხინვალის ხელშეკრულებაზე. რუსეთი დგამს ნაბიჯებს საქართველოს ანექსიისკენ. ქართული ოცნების საგარეო უწყება მკაცრად აფასებს მოსკოვისა და ცხინვალის ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას და მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მოიხსენიებს. ამავე დროს ვხედავთ ირაკლი ყობახიძის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის კადრს. და ამას აქ ისე გვიყვებიან, თითქოს და უკრაინა უცებ თვითონ გახდა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობით. აღარ არის ქართული ოცნება, ეგრეთ წოდებული რუსული ოცნება, რატო ართმევ ხელს, ხო? რა გინდა ყობახიძესთან? რა უნდა სიბიგას თუ სიბიჰას მაკაბოჭორეშვილთან შეხვედრისას? რა უნდა ახლა რამდენიმე დღის წინ დაურეკ კიდე ცალკე უკრაინის საგარეო მინისტრმა ქალბატონ ბოჭორეშვილს? რატო? აღარა ვართ რუსები? აქეთ მოვიდნენ, აქეთ დაგველაპარაკდნენ და შეკითხვა. გარდა იმისა, რომ რა აღარ არის ქართული ოცნება პრორუსული? რა უნდა? ხო არაკეთებს გარკვეულწილად მოთელვით სამუშაოებს, რომ აი გვირიგდებიან, შემდეგ ისინიც რაღაცას დაჭირდება და ჭირდებით. რეალურად კი ეს შეხვედრა სხვა კონტექსტში ჯდება. რეგიონში რუსეთის გავლენა სუსტდება. სომხეთი უფრო აქტიურად იყურება ევროპისკენ. ევროპელი ლიდერები ერევანში იკრიბებიან და უკრაინა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად ევროპისთვის. ზუსტად ამიტომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს ამ სურათიდან ბოლომდე არ ამოვარდეს. ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ 9 მაისს მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღარ იყო მთავარი გზავნილი. ევროპის დღეც კი მოგვილოცეს. აი ასე იცვლება არა მათი ღირებულებები, არამედ პოლიტიკური ამინდი. პროპაგანდა ყოველთვის იქით რეალდება, საიდანაც ძალას გრძნობს. ახლა კი რუბრიკა უკუღმა. 10 არჩევნები მოვიგეთ, მე-12, მე-13-საც მოვიგებთ და ეს არის სიმართლე. დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი, რომ დღევანდელმა მოსკოვმა გადადგას რამე ნაბიჯი, რამე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით ევროპა. ასე უნდა ეთქვა პაპუაშვილს, თუმცა გვესმის აი ეს. 10 არჩევნები მოვიგეთ, მე-12, მე-13-საც მოვიგებთ და ეს არის სიმართლე. დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რამე ნაბიჯი, რამე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. კიდევ ერთი, მედიის თავისუფლება არაფრად უღირს რუსეთის დუმას. დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. უნდა ეთქვა ყობახიძეს, თუმცა მოვისმინეთ აი ეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. ეს იყო პროპაგანდის წინააღმდეგ მე-9 ეპიზოდი. შეხვდებით შემდეგ კვირას. გმადლობთ რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და კომენტარები.